მოგესალმებით კოლეგებო. გთხოვთ კენჭი უყაროთ წარმოდგენენ დღის წესრიგს. ბატონ ირაკლის გთხოვ რომ პირველი საკითხი წაიყვანოს, რადგან მე ვარ მოხსენებელი. გთხოვთ ბატონო. მოგესალმებით კოლეგებო. დღევანდელი დღის წესრიგით გათვალისწინებული პირველი საკითხი არის საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. მომხსენებელია ბატონი შოთა ბერეკაშვილი. ბატონ შოთა, მოდი გავყვეთ აღნიშნულ კანონ პროექტს განხილვის მეორე მოსმენის შესაბამის მუხლობრივად. მუხლი პირველი, პუნქტი პირველი. განხორციელდა თუ არა ცვლილებები? პირველი პუნქტის აქვე პუნქტში ცვლილება არ განხორციელებულა, თუმცა პირველი მუხლის პირველი პუნქტის ბ-ქვე პუნქტში განხორციელება ცვლილება და ასახულია ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის შენიშვნა. შესაბამისად, იგი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით. საბოლოო მომხმარებლის ან საბოლოო მომხმარებელთა ჯგუფის მიერ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის სარგებლობის პირობებს, მათ შორის გამანაწილებელ ქსელში მიწოდებული ელექტროენერგიის, აგრეთვე ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის საფასურს და ანაზღაურების პირობებს ადგენს კომისია. კომისიის მიერ დადგენილი ტექნიკური და ადმინისტრაციული მოთხოვნები, პროცედურები და საფასურები უნდა იყოს პროპორციული და არადისკრიმინაციული. ასევე საბოლოო მომხმარებელს არ უნდა დაეკისროს ქსელის ისეთი გადასახადი, რომელიც არ ასახავს სასისტემო და ბაზრის ოპერირების მომსახურებების ხარჯებს. ეს არის ცვლილება, რომელიც შევიტანთ. პუნქტი მეორე. მეორე პუნქტის ა და ბ ქვეპუნქტებში ცვლილება არ განხორციელებულა. ასევე მეორე მუხლის პირველ პუნქტში ცვლილება არ განხორციელებულა და მეორე მუხლის მეორე პუნქტში ცვლილება არ განხორციელებულა. ეს გახლავთ მეორე მოსმენით მიღებული მხოლოდ ერთი ცვლილება. ანუ გასაგები არც მეორე მუხლში, ესე იგი არც პუნქტ პირველში და არც პუნქტ მეორეში არ არავითარი ცვლილება. კი ბატონო, მაშინ წარმოდგენილი ცვლილებების გათვალისწინებით კენჭი უყაროთ და ვაყენებ კენჭის ხაზზე. მადლობა. მადლობთ. გადავიდეთ მეორე და მესამე საკითხზე, რაც გახლავთ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულებელ ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მიერ წარმოდგენილი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ საზოგადოებრივი დამცველის 2023 წლის ანგარიში. ხდა 2024 წლის ანგარიში ჩვენ მოვისმენთ როგორც 2023 წლის ანგარიში, ასევე 2024 წლის ანგარიში მომხსენებელი მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებელი ქალბატონი ნინო გულეიშვილი. გისმენთ ქალბატონო ნინო, ჯერ მოვისმინოთ 2023 წლის ანგარიში, შემდეგ განვიხილოთ თუ შეკითხვები გვაქვს და შემდეგ 2024. კი ბატონო, როგორც იტყვით, კი ბატონო, კიდევ ერთხელ დავაზუსტებ, რომ მე ვარ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებელი. მოვალეობას ვასრულებ 2024 წლის ივნისიდან, მას შემდეგ რაც სალომე ვარდიაშვილს დამცველს ამოესწურა კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების ვადა და მე როგორც მის ერთ-ერთ თანაშემწეს დამეკისრა მოვალეობის შემსრულებლობის შესაბამისად უკვე თითქმის 1 წელია მოვალეობას ვასრულებ. წარმოგიდგენთ 2023 წლის ანგარიშს, აღნიშნული ანგარიშის თავის დროზე ქალბატონი სალომე ესე ვთქვათ უფლებათა დაცვის კომიტეტში და ასევე რეგიონალურ კომიტეტში წარდგა, ამიტომაც ინფორმით ამაქვს წარმოდგენილი, რაც ჰქონდა ქალბატონ სალომე ვარდიაშვილს. ორიოდე სიტყვით ჩვენი სამსახურის შესახებ მოგახსენებთ, სამსახური ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ კანონის საფუძველზე შექმნილი სამსახურია, არსებობს 2003 წლიდან. ძირითადად ჩვენ ვიცავთ ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის და სასმელი წყლის მომხმარებელთა უფლებებს. ამ პროცესში ჩვენ შეგვიძლია წარმოვადგინოთ მომხმარებელი კომპანიასთან დავაში, გამოვითხოვოთ ნებისმიერი სახის ინფორმაცია მასთან მიმართებაში, გვაქვს შესაძლებლობა რომ გავიცნოთ დოკუმენტაციას და დავის პროცესში შეგვიძლია იგი მისი მხარედ გამოვიდეთ როგორც სასამართლოში, ასევე სხვადასხვა ადმინისტრაციულ ორგანოებში და მათ შორის მარეგულირებელ ორგანოში. სამსახური არსებობს 2003 წლიდან 23 წელს სწორედ გვქონდა 20 წლის იუბილე სამსახურის შექმნიდან და იმასაც გეტყვით რომ ამ ხნის მანძილზე დაახლოებით 53,000 დავა გვაქვს განხილული და სადღაც 13 მილიონი ლარი გვაქვს ჩამოწერილი როგორც არასწორად დარიცხული გადასახადი. სამსახური სტრუქტურულად 13 მილიონი.
კი ბატონო, ეს 20 წლის მანძილზე რაც დავაგროვეთ და დანარჩენებს ახლა წლის მანძილზე რაც გავაკეთეთ, ამასაც მოგახსენებთ. ამასთან დაკავშირებით სამსახური ვინაიდან ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის და სასმელი წყლის საქმიანობა მოგეხსენებათ, ასე ვთქვათ, მომხმარებლიდან ძალიან სწრაფ რეაგირებას საჭიროებს. ჩვენ გვყავს ასევე რეგიონალური წარმომადგენლები, ძირითადი ოფისი გვაქვს თბილისში, რეგიონში გვყავს წარმომადგენლები ბათუმში, ქუთაისში და ასევე თელავში, რომლებიც იქ არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით აქტიურად მუშაობენ. ორიოდე სიტყვით საქმის წარმოების წესებზედაც გეტყვით, იმიტომ რომ მომხმარებელი არის, ესე ვთქვათ, ჩვენ ვართ უფლებადაცვითი, ასე ვთქვათ, დაწესებულება, ძალიან გამარტივებული გვაქვს საქმის წარმოების წესი. მომხმარებელს ჩვენთან აქვს ძალიან ბევრი საშუალება მომართვის შესაძლებლობა. პირველი ეს არის უშუალოდ ვიზიტი, რა თქმა უნდა, ოფისში, თუმცა ესეთი ვიზიტები უკვე შემცირებული გვაქვს განსაკუთრებით კოვიდის მერე, იმიტომ რომ დავნერგეთ ჩვენ მომსახურეობა როგორც სოციალური ქსელის საშუალებით, ასევე ტელეფონის საშუალებით, ასევე ელექტრონული პოსტის საშუალებით და მათ შორის შევიმუშავეთ სპეციალური ოქმები. ეს რას ნიშნავს? საქართველოს ნებისმიერი ლოკაციიდან, სოფლიდან, უბნიდან მომხმარებელი რეკავს, გვეუბნება იქ არსებულ პრობლემას, მაგალითად, რომელიღაცა ბოძი ან ქსელი არის ავარიულ მდგომარეობაში, ჩვენ ვიწყებთ საქმის წარმოებას ამის საფუძველზე და ვაგვარებთ ამ პრობლემებს. აი ესე მაგალითად 2024-ში ახლა ცოტა შეიძლება არევა გამომივიდეს, მაგრამ 154 ოქმი გავაკეთეთ, რომელიც კონკრეტულად რომელიღაცა სოფლის, უბნის ან ქალაქის პრობლემას ეხებოდა. ამიტომაც ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი, ესეთი კარგი, ესე ვთქვათ, შესაძლებლობა არის ეს მომხმარებლისთვის, რომ ესე ვთქვათ, არ დაკარგოს დრო, როდესაც პრობლემის იდენტიფიცირებას ახორციელებს. ასევე საქმის წარმოებასთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ ძალიან უმარტივდება მომხმარებელს ჩვენთან საქმის წარმოება, მოვიდა დატოვა განცხადება ან დატოვა შეტყობინება, ჩვენ ვითხოვთ ინფორმაციას და ფაქტიურად მე მომხმარებელი არის თავისთვის. დანარჩენი საქმე რაც მასთან კავშირშია, ვაკეთებთ ჩვენ. ეს არის ინფორმაციის გამოთხოვა, ეს არის მტკიცებულებათა მოგროვების პროცესი, ეს არის საჭიროების შემთხვევაში ექსპერტიზის, ასე ვთქვათ, დანიშვნა მათ შემთხვევაში, დარგობრივი ანუ მიმართულებით, ახლა ჩვენ იურისტები ვართ და ცოტა შეიძლება რაღაცა გვიჭირდეს, ვთქვათ, დარგობრივი მიმართულებით, ამიტომ სპეციალისტები სემეკიდან გვეხმარებინან საჭიროების შემთხვევაში და ერთი კიდე რაც ყველაზე კარგი გვაქვს, ეს არის რომ როდესაც მომხმარებელს და კომპანიას შორის არსებობს დავა, დარიცხულ დავალიანებასთან დაკავშირებით, ჩვენ აღნიშნული სადაო თანხის გადაუხდელობის გამო არ ითიშება მომხმარებელი მანამდე სანამ დავა არ დასრულდება და ასე შემდეგ, ანუ სანამდე რაღაც გადაწყვეტილება არ იქნება კორექტირებაზე ან გაუქმებაზე. საბოლოო ჯამში ვიღებთ რეკომენდაციას. რეკომენდაცია მოგეხსენებათ, შეიძლება შესასრულებლად სავალდებულო არ იყოს, მაგრამ 80% ჩვენი რეკომენდაციებისა სრულდება და თუ არ სრულდება, მე უკვე მივმართავთ კომისიას, სადაც უკვე ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტი იქნება მიღებული და იქ უკვე დასაბუთებულად კომისია აკისრებს ხოლმე გარკვეულ ვალდებულებებს. ეს მცირეოდენი ჩვენი სამსახურის შესახებ. ეხლა მოგახსენებთ 2023 წლის მომართვიანობას, როგორც გითხარით 2023 წლის მანძილზე გვაქვს 554 განცხადება საჩივარი, საქმის წარმოება დაიწყო 566 საქმეზე, მეტყვი ხანდახან არის რომ ერთ განცხადებაში ორი მიმართულებით წერს მოქალაქე განცხადებას, ეს შეიძლება იყოს დენსაც და წყალსაც ეხებოდეს და ამიტომ საერთო ჯამში 1268 კორესპონდენცია გვაქვს გაგზავნილი, 33 საოქმო ჩანაწერით განხორციელდა საქმის წარმოების დაწყება და 10000-მდე დაინტერესებულმა პირმა მიიღო სხვადასხვა ტიპის სამართლებრივი კონსულტაცია სხვადასხვა მიმართულებით. ჯამში ამ ხნის მანძილზე ჩვენ რეკომენდაციით ჩამოვწერეთ 177,000 ლარი, გადაწყვეტილებით 40,000 ლარი და ჯამში დაჯდა ეს ციფრი 2023-ში. სხვათა შორის წლების მანძილზე ბევრი ისეთი დავები იყო, რომელიც ნელ-ნელა გაქრა საერთოდ, ხო? აი მაგალითად ხანდაზმული დავალიანებები, მაგალითად ძველი მესაკუთრის დავალიანებების გადაკისრება. დინამიკაში ეს ზრდარდი არის ჩამოწერები თუ როგორ? ცირდება ნელ-ნელა. იმიტომ რომ ნახეთ როგორი რაღაცა არის რეალურად ჩვენ ეხა გვქონდა რაღაცა ტიპის დავები წლების წინ, რომელიც საერთოდ გაგვიქრა. მაგალითად აღრიცხვიანობასთან დაკავშირებული დავები დაკვირვების პერიოდის გამოყენებით, როდესაც კომპანიები მაგალითად ზიანდება მრიცხველი და კომპანიას აქვს შესაძლებლობა გამოთვალოს დავალიანება. ეხა ამ დავალიანებას როგორ ითვლის? წინა წლის ანალოგიური პერიოდის ან მომდევნო წლის ანალოგიურ პერიოდს იღებს და ნუ ყოველთვის ესე ხდებოდა ხოლმე რა. ნუ ჩემ პრაქტიკაში ესე არის, რომ აუცილებლად უნდა აიღოს ის პერიოდი, სადაც ყველაზე მეტი მოხმარება აქვს, ხო? ან იყო შემთხვევები, როდესაც დაზიანდა მრიცხველი, მრიცხველს სხვადასხვა დაზიანების სტადიები აქვს, ანიჭედება, ან ცდომილება აქვს, ასე. ცდომილების განსაზღვრის გარეშე დააწერდა ხოლმე გადასახადს, ისე რომ ცდომილებას არ გამოიყვანდა და ანუ აი ბევრი ესე ვთქვათ ჭიდილით და ასე შემდეგ, ნელ-ნელა ესეთი დავები დასრულდა. თითქმის აღარ ნუ თითქმის არა, მაგრამ ბევრი. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ სისტემა უფრო სრულყოფილად და უფრო ჭკვიანი მრიცხველი
მოვიდა ეს კიდე ერთი ძალიან კარგია ბუნებრივ გაზშიც გვაქვს 2024-დან, მაგრამ დენში მანამდე დაიწყო და რაც კიდე ყველაზე კარგია ძალიან ძველი და მოძველებული მრიცხველები ქონდა ენერგოპრო ჯორჯიას, რომელიც უკვე ვეღარაფერ ესე ვთქვათ ვერ უძლებდა ვერანაირ სტანდარტებს და ნელ-ნელა ჩანაცვლდა ესენი ისეთნაირად, რომ ახალი მრიცხველები შემოვიდა. ანუ ინფრასტრუქტურული განახლება მოხდა მრიცხველებთან მიმართებაში და ნუ ახლა დინამიკასაც გაჩვენებთ კიდე სხვა მხრივ რა ესეთი ისინი გვაქვს. კი ბატონო. ეს გაქვთ საჩივრების რაოდენობა წყალმომარაგება. ეხლა ის გადავიდეთ სექტორების მიხედვით 2023 წელს წყალმომარაგების სექტორში. ნახეთ, წყალმომარაგების სექტორი ესე გვაქვს, ხო? ჩვენ გვაქვს რამოდენიმე კომპანია გვყავს, ხო? წყალმომარაგებაში ხა თუ მაგალითად ელექტროენერგიაში გვყავს მსულ 2, აქეთ ბევრია. თუმცა ძირითადი კომპანიები არის Georgian Water and Power, რუსთავის წყალი 2023-მდე არსებობდა და აღარ აყვავს. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ბათუმის წყალი. ეს არის ის საჩივრები, რომელიც შემოვიდა 2023 წლის მანძილზე. ეხლა არის 7. ანუ ეს არის ვინც მოგმართა, მაგრამ იქ არის ქობულეთი, ეს არის ლიცენზიანტი კომპანიები. ხო, კი ბატონო, ლიცენზიანტი. 7 ძალიან ეს არის, რა ქვია, კარგი რაოდენობა, ასე ვთქვათ. მაგრამ სალიცენზიო არეალი მხოლოდ ერთ სოფლებში აქვს. ნახეთ, აი ქობულეთის წყალი მარტო ქობულეთის წყალს ემსახურება, ბათუმის წყალი მარტო ბათუმის წყალს ემსახურება, საჩხერეს წყალს ემსახურება. რა თქმა უნდა, გადაკვეთა არ ხდება, იმიტომ რომ სალიცენზიო არეალების გადაკვეთები არ აქვს. არის გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, რომელიც ემსახურება კონკრეტულ სალიცენზიო არეალში მყოფი და Georgian Water and Power ეხლა არის თბილისი და ეხლა მცხეთა თუ არ ვსები და რუსთავი, ხო, მოკლედ ერთი მოთამაშე გვყავს რეგიონების მიხედვით, ხო, ასე არის. ყველგანესია, არ არის მარტო და ნახეთ, რეალური პრობლემები რაც გვაქვს, ეს არის მომსახურეობის ხარისხი, თანხის უსაფუძვლო დარიცხვები, ახალი მომხმარებლის ცელზე მიერთებასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურული პრობლემები და ასე შემდეგ. ეხლა ორიოდე სიტყვით რუსთავის წყალთან დაკავშირებითაც მოგახსენებთ 2023-ში, რატო? იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი საქმე იყო. რუსთავის წყალს ჰქონდა ძალიან სერიოზული პრობლემები, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო და ეს იყო მე მგონი პირველი შემთხვევა, როდესაც თვითონ ქალაქის მერმა დასვა საკითხი იმასთან დაკავშირებით, რომ მომხდარიყო ამ საკითხის შესწავლა სემეკში. სემეკმა დაიწყო საქმის წარმოება ამასთან დაკავშირებით, მე რამდენადაც ვიცი დაჯარიმდა კიდეც კომპანია, მაგრამ ამან არ უშველა და მაინც იყო ძალიან სერიოზული პრობლემები და ამიტომ მოხდა შერწყმა. ხო, სწორად ვამბობ, ხო, შერწყმა მოხდა, კი ბატონო. ანუ Georgian Water and Power შეუერთდა და აღმოჩნდა Georgian Water and Power მისი სამართალ მემკვიდრე. შესაბამისად, მას დაევალა საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში იქ არსებული ქსელის რეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება და დინამიკა ძალიან კარგი იყო. 22-დან დაიწყო და 23-ში მთლიანად გადავიდა. უკვე 23-ში რუსთავის წყალი აღარ იყო. დეკემბერში. ხო, მაგრამ Georgian Water and Power ეს კერძო კომპანია არის. დიახ, მაგრამ შეერწყა მას, დიახ, კი ბატონო. და მკითხვა მაქვს, ის დანარჩენი კომპანიები თქვენ რომ ჩამოთვალეთ რეგიონების მიხედვით, ეს კერძო კომპანიები არის თუ სახელმწიფო? საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის გარდა, ეს არის სახელმწიფო კომპანია არის საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, დანარჩენი შეზღუდული შესაძლოა. დიახ. მოგესალმებით, ეს დინამიკაშიც კითხვები კარგია, იმიტომ რომ შეძენერია არარელევანტური იყოს კითხვა. თქვენს მიერ წარმოდგენილ ანგარიში აქ არის 4 კომპანია წარმოდგენილი, სადაც თქვით რომ ეხლა რუსთავის წყალი უკვე აღარ არის და 2023 წელს იყო. აქ ის საჩხერის წყალი, ბათუმის წყალი, აქ არ არის. ვინაიდან შეტყობინება არ არის. გასაგებია, ზოგადად განცხადება რო არ არის შემოსული, ამიტომ არ აქვს დასახული და უბრალოდ განცხადება არ კი გვიწერია რომ არის ამდენი, მაგრამ თან ყველა ანგარიში შეიძლება თუ ცვლილება არ მოხდა, არ შევიტანოთ ხოლმე ხა ერთი და იქ. ხო, არ შემოვიდა. ან მეორე ვარიანტია, რომ რაღაცნაირად არ დაწერეს განცხადება. აქ რაც შემოვიდა, იმის მიხედვით აქვს უბრალოდ სტატისტიკა მოცემული. დიახ. Georgian Water and Power ჰქონდა ძალიან საინტერესო ხა ინდივიდუალური დავები, რა ვიცი თუ გნებავთ რამოდენიმე საინტერესოს მოგიყვებით. მათ შორის ერთ-ერთი იყო, როდესაც 16000 ლარიანი დავა გქონდა Georgian Water and Power-თან, რომელიც სწორედ აღრიცხვენებასთან დაკავშირებულ დავას უკავშირდებოდა და ჩვენი სამსახურის მიერ მოხდა აღნიშნული თანხის ჩამოწერა. აქაც ის პრობლემა გქონდა, რომ დაზიანდა მრიცხველი, არასწორად მოხდა აღრიცხვიანობა და ასე შემდეგ. Georgian Water and Power-ს აქვს ერთი კიდე პრობლემა, რომელიც აი წეღან რო შემოვედი ქალბატონმა აღნიშნა და
რა 2024-შიც ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ, მოდი ბარემ ამასაც ვიტყვი, ხო? და იქ აღარ ვიტყვი მე 2024 წლის ანგარიში. ეს არის მრიცხველებზე ჩვენების აღების პრობლემა. ნუ ეხლა თითქოს არაფერი არ შავდება, რომ კომპანიამ არ აიღოს მრიცხველზე ჩვენება, იმიტომ რომ ტარიფში სხვაობას არ მაძლევს. თუ ელექტროენერგიის შემთხვევაში ტარიფში სხვაობას მაძლევს, იქ ერთი დღის დაგვიანებაც მეორე და მესამე საფეხურის ტარიფზე უნდა გადავიდეს. ნუ კომპანიას აქვს ასეთი რა მოხდა, რომ ერთი თვე არ ავიღე ჩვენება, ან ორი თვე არ ავიღე ჩვენება, მაინც ხო, ან პირობითად დავარიცხე, ან მაინც ხომ გადასახადი იგივე გამოუვიდა მომხმარებელს, ხო? ჯერესერთი ეს ასე არ არის. სალიცენზიო პირობების მიხედვით კომპანიის წარმომადგენელმა მრიცხველზე ჩვენება ერთხელ უნდა აიღოს. ამიტომაც რა თქმა უნდა, ამას უნდა ასე ვთქვათ, ამას თავისი მიზეზი აქვს და რატომ ეგეთყვით? ეხლა ნახეთ რა ხდება. როდესაც ჩვენ ძალიან ბევრი დავა გვქონდა ამასთან დაკავშირებით და სამწუხაროდ ვერ ვამტკიცებ, ეხლა რატო? არ აიღო ჩვენება, იქ იყო რაღაცა პატარ-პატარა დაზიანებები, იდინა წყალმა და მე მომხმარებელს ერთად მოუვიდა 2 და 3000 ლარი გადასახადი. ეხლა მე ვსვამ კითხვას ამ შემთხვევაში, ხო? მომხმარებელსაც აქვს აბსოლუტურად საფუძვლიანი კითხვა, ხო? მე რო ეს მცოდნოდა თავის დროზე, ხო, ამას გავაკეთებდი და ეს 3000 ლარი ერთიანად არ დამერიცხებოდა, ხო? კომპანიას აქვს თავის პოზიცია, მრიცხველმა გაიარა ეს, მრიცხველზე გაიარა ეს ჩვენება. და ამიტომ ამ დავებში ვართ ხოლმე ხშირად რაღაც მორიგებაზე მივდივართ ამ შემთხვევაში ზოგს მომხმარებელი და ნუ აი ცოტა ეს პრობლემა არის ახლა ამასთან მიმართებაში. დიახ, ბრძანეთ. ჩაგეკითხებით პარალელურად. ეხლა თქვენ რაც აღნიშნეთ, ეს არის უკვე აი მარტივად ვიტყვი ახალ კორპუსებში რო არის მრიცხველები და იქ რო შეიძლება რომ აიღოს ჩვენება. ანუ ძველ კორპუსებში არის ფიქსირებული თანხა არის და არა, ფიქსირებული ყველგან არ არის. ხო, ანუ სულადობით ამბობთ. სულადობით, ხო? დიახ, ეგ არის ფიქსირებული სულადობასთან არის. დაკავშირებით არ აქვს ეს პრობლემა, იმიტომ რომ ჩვენების აღებას ისედაც არ ახორციელებს კომპანია, იმიტომ რომ რამდენი სულიც არის შეწერილი, მე ახორციელებს იქ, ვთქვათ, მაგრამ იქ სადაც ჩვენება უნდა აიღოს. ჩვენ ძალიან ბევრი ვიჩხუბეთ წელს ამასთან დაკავშირებით, რეკომენდაციებიც ვაკეთეთ, მოუთხოვეთ დეტალური ინფორმაცია, რატო არ იღებთ ჩვენებას. კომპანიას ჰქონდა ესეთი უცნაური პასუხი მოწერილი, რომ სადაცო გარეთ დგას მრიცხველები, ყველგან ვიღებთ ჩვენებას, მაგრამ სადაც ხო არის რომ საყოფაცხოვრებო ცხოვრება მომხმარებლის შეიძლება შიდა ტერიტორიაზე იყოს, ხო? აქო ვერ შევდივართ და ვერ ვიღებთ, მაგრამ შემცირება გვაქვს და გამოვასწორებთ შეგვპირდა და შემცირება გვაქვს. აი, ბოლო 3-4 თვეა ფაქტიურად არ შემოსულა განცხადება ამასთან დაკავშირებით და ახლა ჩვენ შეხვედრასაც ჩავნიშნავთ და მომინიშნავთ ამ საკითხს კიდე კომპანიასთან, თქვათ, როგორი სიტუაცია გვაქვს. ნუ რეალურად ამბობდნენ, რომ თანამშრომლები არ აყავს და ჩვენებას ვერ იღებენ. ხო, ეს იყო. ეს იყო კი და ამიტომ ხო, ამიტომაც ასეა და ეხა ეს არც მიწერია მე რო ეს. და ერთი კითხვა რაც მაინტერესებს, აი თქვენ რომ ბრძანეთ რომ ეს აღმრიცხვიანობასთან დაკავშირებით რა პროცენტი არის აი განსაკუთრებით აი ფიზიკურ პირებთან დაკავშირებით, ვიდრე იურიდიული უფრო დალაგებული არის იურიდიული პირები, როდესაც იხდიან. ხო, მაგრამ ფიზიკურ პირებთან მე რა მაინტერესებს, აღმრიცხვიალობა რა პროცენტია მაგალითად დღეის მდგომარეობით და გამრიცხვიალობის ნაწილში და რამდენი და პროცენტი არის დაახლოებით 1/10-ზე თუ არა არა მაგ ციფრულ ანგარიში წერია, მაგრამ ეხა ზეპირად ციფრები ცოტა ციფრები ძიერი მხარი არ არის და შეიძლება არ და ძირითადად ესა საჩივარიები შემოდის ფიზიკური პირებისგან თუ ორგანიზმი ფიზიკური პირებისგან, რა თქმა უნდა, ფიზიკური პირებისგან შემოდის და მათ შორის ნახეთ კიდე რა პრობლემა აქვს ამ მრიცხველებზე ჩვენების არაღებას. გაქირავებული სახლები როცა არის. ეხა სხვათა შორის არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელთან ჰქონდა ზუსტად ეს დავა, როდესაც მომხმარებელი ძალიან სწორად მიუთითებდა, რომ არა იყო რაღაცა პერიოდი კომპანიის წარმომადგენელმა ჩვენება რა გვარი იყო ეს ქალი გამახით არის, აი მე გვარი არ შეიძლება ბოდიში, ხო მოკლედ ისა არა იყო რაღაც პერიოდი ჩვენება მომხმარებელმა და წავიდა მე ეს არ ქონდათ ახლა ესეთი ხელშეკრულება გაფორმებული, როდესაც აბონენტად რეგისტრირდება ხოლმე მომხმარებელი, ეს წესით ეს ყველაზე სწორი გზა არის, მაგრამ ამათ ეს არ ქონდათ გაკეთებული და ეს 2000 ლარი ამ ადამიანს შერჩა გადასახდელად ეხა და ძალიან ბევრი იჩხუბა იმასთან დაკავშირებით, რომ რატო არ მიდიოდა კომპანიის წარმომადგენელი იღებდა ჩვენებას, თუმცა მე იქ კომპანიამ ჩვენ წარმოგვიდგინა. ხო, აი იქ წარმოადგინა ინფორმაცია, რომ მიდიოდა და დაკეტილი ხდებოდა. თუმცა ამ დროს ჩვენი რეკომენდაცია არის, რომ შეწყვიტოს. როდესაც ხო, წესით უნდა შეეწყვიტათ, მაგრამ ეს ნახეთ როგორი რაღაცა არის, შეწყვეტ არის კომპანიის უფლება. ვალდებულება არ არის. ხო, აი ეს არის და ამიტომ ამით ხა მე როგორც დამცველი, რას ქვია, სადმე ბატონო
კომპანია რომ მიდის ადგილზე აბონენტთან და არ ხვდება ერთხელ ორჯერ რამოდენიმეჯერ რამე ტიპის შეტყობინება სტოვებს ან SMS შეტყობინება ან რაღაც კარზე შეტყობინებასაც ცალკეულ შემთხვევებში ხა თუ კი მომხმარებლებს დატოვებული აქვთ სატელეფონო ესე თქვი ტელეფონები სადაც მათთან შეიძლება კავშირი ასეთ ტოვებს და ამ კომპანიას ხოთაშორის ამ კონკრეტულ შემთხვევაში წარმოდგენილი ქონდა ვიდეო ფოტოები რომ მიდიოდა და ვერ აი რაღაცა მტკიცებულებები აქვს წარმოდგენილი ამასთან დაკავშირებით და ამიტომ ესეთი შემთხვევები გქონდა რაც შეეხება ელექტროენერგიასთან დაკავშირებით საჩივრები ხა ნუ ელექტროენერგიაში ესე გვაქვს ორი კომპანია თელასი რომელიც განაწილების საქმიანობას ახორციელებს თბილისში ენერგოპრო ჯორჯია რომელიც განაწილების საქმიანობას ახორციელებს და მთელ დანარჩენ საქართველოში და ნუ ესე თქვა გვყავს კიდე ესე თქვა თელმიკო და ეპო ჯორჯია რომელიც უკვე ესე თქვა ცალკე ახორციელებენ აღრიცხვიანობას აი შესრულებას და აქ ესე ვთქვათ გვაქვს შესაბამისი სტატისტიკა მოტანილი კონკრეტულად ყველაზე რთული პრობლემა რაც ელექტროენერგიასთან მიმართებაში გვაქვს ეს არის ხარისთან დაკავშირებული პრობლემები გვაქვს ინდივიდუალური დავებიც რომელიც ცალკეულ შემთხვევაში სწორედ აღრიცხვიანობას უკავშირდება მაგრამ ხარისთან და მომსახურებასთან დაკავშირებით გვაქვს ძალიან რთული მდგომარეობა ეხლა 2024 წლის ანგარიშშიც როდესაც რეგიონებში ვიზიტები გქონდა იქ დეტალურად გეტყვით 2023-ში საინტერესო და ცუდი შემთხვევა გქონდა როდესაც ტყიბულის მუნიციპალიტეტში სოფელ ხრესილში 5 დღის განმავლობაში იყო 400 აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე, იმიტომ რომ თოვლი მოვიდა და კომპანია ვერ მივიდა ქსელამდე რომ გაეკეთებინა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში იგივე შემთხვევა, ხაშურის მუნიციპალიტეტი დაბა სურამი გაითიშა 26 მაისის ქუჩაზე არსებული ტრანსფორმატორი და რამოდენიმე დღის მანძილზე კომპანიის წარმომადგენლები არ მივიდნენ რომ გაეკეთებიათ. ნუ ასეთი ძალიან ბევრი არის, ასევე გქონდა საინტერესო შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტში, ლაგოდეხში, სადაც მერე უკვე ჩვენი რეკომენდაციით გარკვეული სამუშაოები ჩატარდა და ეს პრობლემა მოგვარდა. საინტერესო შემთხვევა გქონდა ასევე დაზიანებულ ბოძებთან დაკავშირებით თელავის მიმართულებით 100-მდე ბოძი იქნა გამოცვლილი და იყო ასევე სოფელი რუისპირი, სადაც დამცველის რეკომენდაცია, ან ჩვენმა სამსახურმა ძალიან კარგად იმუშავა, იმიტომ რომ იქ ისეთი რთული ვითარება ჰქონდა მოსახლეობას, რომ გზის გადაკეტვით იმუქრებოდა და შესაბამისად ჩარევა ასე ვთქვათ იყო დიახ, აი კი ძალიან რთული მდგომარეობა, ეხლა თუ გნებავთ ბარემ ამასაც ვიტყვი ზოგადად რა არის ეს, ხო? ესე იგი ქსელი არის საკმაოდ რთული კონსტრუქციული მოწყობილობა. მაღალი ძაბვის ხაზებიდან მოვდივართ, გადადის მერე დაბალ ძაბვაში, დაბალი ძაბვის გამანაწილებელი ქსელი, ბოძების, ქვესადგურების, სატრანსფორმატორო ჩიხურები. ეს ყველაფერი უნდა იყოს მწყობრში იმისათვის, რომ მოსახლეობას მიეწოდებოდეს ხარისხიანი სტაბილური უწყვეტი მომარაგება და ნუ რეალურად ასე არ არის ეხლა რომ ჩვენ ასაც გახლობთ აი ამ თქვენ როგორც ახსენეთ სამი ნაწილისგან დაყავით აი რომელ ნაწილში არის გასაკუთრებული განაწილებაში ხო დაბალი და მე ხა უბრალოდ სურათები მართლა არ წამომიღია წელს 24 წლის მანძილზე ძალიან ბევრ სოფელში ვიყავი დაბალი აღარ ქვია იმას მიწასთან დადებულია ზოგიერთი მართლა ისეთ მდგომარეობაში იყო კი ძალიან საფრთხის შემცველი და რა ვიცი ხა ძალიან რთული ვითარება იყო და ეს თვითონ ეს სატრანსფორმატორო ქსელი როგორ მდგომარეობაში არის როგორი რაღაც არის ამ აქ ორი მიმართულებით შემიძლია პრობლემა გამოყოთ ერთი რომ თვითონ ის არის ავარიულ მდგომარეობაში და წყალი ჩადის და თავისთავად ეს იწვევს მე დაბალ ან მაღალ ძაბვას და მეორეა რომ მაგალითად არსებობს გამართულ მდგომარეობაში განვითარდა იქ ქსელი უბრალოდ მოსახლეობის რაოდენობა წავიდა ან რაღაც არასაყოფა ცხოვრება მომხმარებელი დაერთდა და მე ის ვინც დარჩა კომპანიამ არ გააძლიერა ქსელი და ახლა იმათ მიეწოდებათ უკვე დაბალი და იმათი გადართვა უნდა მოხდეს მე მაღალ ან გაძლიერება უნდა მოხდეს მე ამისი რომ ასეთი ბევრი შემთხვევები გქონდა ხა ყველას ინდივიდუალურად ვერც ჩამოუთვლი და სიმძლავრე არ ყოფნის კი და სხვათა შორის 2024-ში კიდე ერთ საინტერესო შემთხვევა გქონდა ყვარელში ისეთ მდგომარეობაში იყო ჯიხური რომ მაღალი ძაბვა იყო ძირითადად სულ დაბალ ძაბვას ჩივის ხოლმე მოსახლეობა მაღალი და ეს მე იწვევს საყოფაცხოვრებო ტექნიკის დაზიანებას ამაზე კიდე ცალკე მოგახსენებთ და ბუნებრივი გაზის მიმართულებით თაც ორიოდეს სიტყვით ვიტყვი ბუნებრივ გაზში გვყავს რამოდენიმე კომპანია საჩივრები ესე გადაგვინაწილდა თბილისი ენერჯი სოკარ ჯორჯია გაზი საქორ გაზი თელავი გაზი დიდი
დიდი ღომი ენერგოკავშირი ვარკეთილა აირი და ყამარი ანუ აქ ცოტა მეტი აქვს სულ რამდენი ავალერი გამახსენე თუ აღარ ჩემ გახსოვს ახლა 9 არის ხო კი ბატონო ნუ აქ ახლა ყველაზე მთავარი თემა რომელსაც ბუნებრივი გაზის მიმართულებით მე ვიტყოდი და ყველაფერს რო გადაფარავს ეს არის უსაფრთხოება რომელიც საკმაოდ გვაწუხებს ჩვენ რატო იმიტომ რომ ბუნებრივი გაზის ქსელს ახასიათებს ის რომ თუ მომხმარების ფლობელობაში არსებული დანადგარები ვერ არის მდგომარეობაში რომ უნდა იყოს ეს უკვე იწვევს ნუ გაჟონვას აფეთქებას და თეორიის დაგროვებას და ჩვენ გვქონდა 2023-24 აქ ვალერი მერთად გავაკეთეთ შევადარეთ კლების დინამიკა აი მე წინა წლები აღარ მოვიტანე მაგრამ ძალიან კლების დინამიკა გაქვს ეხლა რატოა ამასაც ვიტყვი კომისია მიიღო ძალიან კაი საპრევენციო ხასიათის მუხლი რომელიც გულისხმობს იმას რომ კომპანიებს წელიწადში ერთხელ ევალებათ მივიდნენ ნებისმიერ ჩვენთაგანი სახლში და დაათვალიერონ იქ არსებული ქსელი წესით ამასთან დაკავშირებით ესე იგი ნახეთ პროცესი იწყება იანვრიდან იგზავნება შეტყობინებები ამ შეტყობინებაში წერია კონკრეტული ვიზიტის თარიღი, აი მაგალითად ჩემთან მოვიდა ეხლა რომ აგვისტოში უნდა მოვიდნენ და გადაამოწმებენ ქსელს. თუ რამე ისეთი პრობლემური დანადგარი არის იხსნება და მე ხა 2024-ში მაქვს ზუსტად მოტანილი ციფრები და გაჩვენებთ ჩვენ 2024 წლის მანძილზე, როდესაც გამოვითხოვეთ ინფორმაცია, რამდენი ესეთი დანადგარი ჩაიხსნა სხვადასხვა კომპანიების მიერ ინდივიდუალურად და ამასაც ესე ვთქვათ გაჩვენებთ. 2023-ში ასევე გქონდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევების სიმრავლე, ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაზე მეტი სამართალდარღვევას და გაზის დატაცებას და ახორციელებენ მომხმარებლები სწორედ ბუნებრივი გაზის მიმართულებით ამას ავხსნი ორი გარემოებით ერთი რომ ზამთარში გადასახადია ბევრი და მეორე ის რომ ხშირ შემთხვევაში ტექნიკური მდგომარეობიდან გამომდინარე მრიცხველები არის მომხმარებლის ფლობელობაში და ნუ ცდომა აქვთ. ეხლა რატოა შემცირებული? ჯერ ეს ერთი რომ აი მოხდა ამ რაღაცა შეფუთვა, გადაფუთვა და ცდომაც ნაკლებად აქვს ზოგან გამოტანა და შესაბამისად იმ რაოდენობით ძალიან ბევრი იყო და მე ეხლა მართლა ზოგ შემთხვევაში მომხმარებელს არ ეკუთვნოდა არანაირი გადასახადი, ანიქ არასწორად იყო დაანგარიშებული, იმიტომ რომ დანადგარების იქ თავისი დაანგარიშების მექანიზმი აქვს იმას თუ როგორ უნდა მოხდეს უკანონო მომხმარებისთვის დარიცხული თანხის დაანგარიშება. იქ წარმადობა, სეზონურობაა გათვალისწინებული, დღეების რაოდენობა არის, იქ შეეძლო, ბევრი ფაქტორია, ხა ამაზე აღარ ვილაპარაკებ, თუმცა ამასთან დაკავშირებით შემცირების დინამიკა ნამდვილად გვაქვს, რასაც მივესალმებით და წელს თითქმის არ გქონია, ხო ვალერი თუ არის და არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევები, ჩვენთანაც ცოტაა და კომისიაში ცოტა. აქვე მინდა აღნიშნო ამ გაზის თემატიკასთან დაკავშირებით, რომ კანონმდებლობამ ძალიან შეუწყო ხელი, იმიტომ რომ ეხლა ახალ მშენებარე საცხოვრებლების შენობები ან ინდუსტრიის საწარმოო შენობები, რაცა რეგულარულად ისეთი მოთხოვნებია, რომ ამ მოთხოვნების შესაბამისად გაზის მოხმარება უფრო უსაფრთხო ხდება და არა მარტო ცალკე გამოყოფილი არეალებია, სადაც ეს ერთიანი ცენტრალური გათბობის გამაცხელებელ წყალს ხო არ ვამბობ? არა, მე ვამბობ, რომ ეს ახალი კანონმდებლობებით, რომელიც ჩვენ მივიღეთ, რომ ცალკე არეალებია, სადაც დგება მრიცხველები, მაგალითად, ბინებში აუცილებელია იყოს გაზის დეტექტორები, რომელიც საშუალებას იძლევა თუ რომ დაზიანებებია, რომ შემთხვევაში რომ დროზე ჩაერთოს ეს ალარმი და ასევე თვითონ სისტემის ექსპლუატაციამდე მიღებამდე მრავალ შემოწმებას გადის სისტემა, რომ უზრუნველყოფილი იყოს, რომ კი, ნახეთ, აი ბოლო პერიოდში არც არის ამ ახალ კორპუსებზე, ძირითადად ეს ხდება ძველ კორპუსებში. აი სად დგას მრიცხველი, რომ ვერ გაიგებ და სად არის ეს მართლა ისეთ რაღაცას ვნახულობთ ხოლმე ხანდახან მიკვირს ხოლმე თავის დროზე რანაირად გაკეთდა ეს, მაგრამ იმის კონსტრუქციულად გამოტანა და ნეიტრალურ ტერიტორიაზე ხარჯებთან არის დაკავშირებული. კომპანია ამას თავის სახსრებით არაკეთებს და მომხმარებელს ხა ხშირ შემთხვევაში ვერც ვავალდებულებთ რომ ეს გააკეთოს. კი ბატონო, თქვენ ხო კი ბატონო, დიახ. იცით რა მაინტერესებს? ეხლა დედაქალაქი გასაგებია, მაგრამ აი რეგიონებში რომ არის ეს შემოწმების მექანიზმი წელიწადში ერთხელ, ანუ
თქვენ ამას მე თქვენ თუ ამოწმებთ კომპანია მივიდა თუ არა და ანუ ეს დინამიკა რამდენად არის გაუმჯობესებული რეგიონებში ანუ თბილისში არის გაყოფილი ორ ნაწილად სადაც უკვე აი ეს რაც ბატონმა შოთამ თქვა ეს სისტემა უკვე ამოქმედებული და არის მეორე ნაწილი სადაც ძველი корпуსებია მაგრამ რეგიონებში არის ალბათ უფრო სხვა მდგომარეობა ხო და ამას თუ ამოწმებთ თქვენ კონკრეტული კომპანიებიდან ინფორმაციის გამოთხოვის პროცედურა როგორ იქნება და რა დინამიკა გაქვთ წინაწლებთან შედარებით 2024 წლის ანგარიში მაქვს ზუსტად ერთ-ერთი ფურცელი მაგისტრის დათმობილი როგორ ჩვენ 2024 წლის ოქტომბერში სრული ინფორმაცია გამოვითხოვეთ რამდენი არის გადამოწმებული რამდენი აღმოჩნდა დარღვევა რამდენი ჩაიხსნა რამდენი კონკრეტული დანადგარი გნებავთ ახლა გაგცემთ ამასთან დაკავშირებით თორე და ციფრები იქ მაქვს მაშინ გადავალ 2024 წლის ანგარიშზე თქვენის ხო გადავალ და კი ბატონო მე არის რომ საერთო სურათი დავინახოთ პირველი და მეორე დინამიკაში როგორ ვართ ხო ძალიან კარგია რომ ეს საჩივრების რაოდენობა კლებულობს ეს იმას ნიშნავს რომ სისტემა უფრო სრულყოფილი ხდება და მომხმარებელს ნაკლები პრეტენზიები აქვს და ეს არის მნიშვნელოვანი კი ბატონო ეხლა მაშინ გადავალ 2024 წლის ანგარიშზე აქ უკვე ჩვენს უფლებამოსილებაზე აღარაფერს აღარ ვიტყვი ორიოდე სიტყვით გეტყვით იმას რომ 2024-ში ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლების მიმართულებით იმიტომ რომ ნახეთ როგორი რაღაცა არის ელექტროენერგია ბუნებრივი გაზი და სასმელი წყალი არის ბუნებრივი მონოპოლიური საქმიანობა მომხმარებელს აქ ასეთი პოზიცია ხანდახან რომ აი რომ დავიწყო დავა კომპანიასთან რომლის იქეთ მე გამოსავალი მეტი არ მაქვს და სხვაგან მე ალტერნატივას ვერ მივიღებ ღირს კი, ამიტომ მე უპირობოდ უნდა მივიღო ის მომსახურება, რომელსაც თავაზობს. ამიტომ ჩვენ ვცდილობთ ყოველთვის გავაგებინოთ, რომ ასე არ არის. დღევანდელი კანონმდებლობით არსებობს ძალიან ბევრი მექანიზმი დადგენილებები კომისიის მიერ მიღებული, სახელმწიფოს მიერ მიღებული, არსებობს კომისია თვითონ, არსებობს ჩვენი სამსახური, ხო, რომელიც იცავს მათ უფლებებს, ამიტომ უპირობო მომსახურება მივიღო, უხარისხო ასე არ არის. ამიტომაც ჩვენ ძალიან ბევრი, ესე ვთქვათ, ესეთი შეხვედრები ჩავატარეთ საჯარო ლექციები, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის, მათ შორის საინტერესო კვლევაში მივიღეთ მონაწილეობა საერთაშორისო ვიშეგრადის პროექტის კვლევაში, სადაც ასე ვთქვათ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ესე ვქონდა მაგალითად წამოღებული კონკრეტულად იქ არსებული ცნობიერებასთან მიმართებაში ძალიან დაბალი იყო ცნობიერება მომხმარებლებში საკუთარი უფლებების შესახებ და შემდეგ იქედან წამოღებული პრობლემებით უკვე ჩავედით, რომ გვესწავლა იქ არსებული ვითარება, ჰქონდა ასევე საჯარო ლექციები ეთნიკური უმცირესობებისთვის, გასვლითი აი ზუსტად ის რაც მე გითხარით, როდესაც მომხმარებელი ამბობს, რომ მე ეხლა არ მომწონს ელექტროენერგო პრო ჯორჯიას მომსახურეობა, ან თქვათ დაბალი ძაბვა მაქვს, მაგრამ აი თვალსაჩინოა იმდენად, აი რომ ჩავედით, მართლა თვალსაჩინო იყო იქ არსებული ქსელის ვითარება, მაგრამ რატომღაც არავის არ გაუჩნდა აზრი, რომ ჩვენამდე მოსულიყვნენ. როდესაც შევხვდი მე ამათ, ჩვენ აი ვიტყვი ეხლა რეგიონებში გქონდა, ნახეთ მე ხვდები მერებს არა, მარტო მერებს არა, უფრო სწორად ყოველთვის როცა შეხვედრაზე მივდივარ, მეუბნები რომ სოფლის თქვენი წარმომადგენლები სოფლებში დამახვედრეთ, იმიტომ რომ იმათ იციან სოფლებში რა პრობლემა არის და ძალიან ბევრი პრობლემა სწორედ ეს წამოვიღეთ ჩვენ. აი ნახეთ ესე ამდენი შეხვედრა გქონდა 65-მდე თუ 70-მდე საერთო ჯამში ესეთი გქონდა 2024 წლის მანძილზე და ძალიან ბევრი ჩასულებს ზუსტად ეს სურათი ხვდებოდა. არ იცის რომ უნდა მოვიდეს, არც ვიცოდით რომ უნდა მოსულიყავით და ცოტა ეჭვის თვალიც გვიყურებდნენ რომ ეხა არა მგონია რომ თქვენ ეხა ეს პრობლემები მოაგვაროთ, მაგრამ მოაგვარეთ რეალურად, მართლა კარგად მოაგვარეთ. მომართვიანება 2024 წლის მანძილზე ცოტა აქ განცხადება საჩივარი, მზარდი დინამიკა გაქვს, სწორედ იმიქედან რომ რეგიონებში იყო ძალიან ბევრი ვიზიტები და მე ვიტყოდი რომ თითქმის ყველა განცხადება რომელიც მივიღეთ იყო ასე. კომპანიაში გაგზავნილი რეკომენდაცია 618, აქედან საუქმო ჩანაწერი 154 დაიწყო, როგორც მე გითხარით. სექტორების მიხედვით ასე გვაქვს ელექტროენერგია, წყალმომარაგება და ბუნებრივი გაზი. ნუ ელექტროენერგია და წყალმომარაგება თამაშობს. ბუნებრივი გაზი გვაქვს ცოტა. წელს ძალიან ცოტა იყო, იმიტომ რომ აი ზუსტად მაგიტო რაზედაც ვლაპარაკობთ, რაღაცები წესრიგდება. დიახ. თქვენ აღნიშნეთ, რომ შეიძლება ერთ საჩივარში იყოს წყალზეც პრეტენზია და გაზეთ პრეტენზია. ეს როგორც, ანუ ერთმა აბონემენტთან იყოს ეს ყველაფერი. ეს ცალსაკე განცხადებაში გადის თუ ერთ განცხადებაში, იმიტომ რომ ორი თემატიკა პრობლემური წარმოადგენელი. ორი თემა არის პრობლემური წარმოდგენილი და
ეს კი შემოვიდა ერთი განცხადება, მაგრამ როგორ თქვენ როგორ ანაწილებთ? თალკე მიდის, იმიტომ რომ ერთი სხვა კომპანიაში მიდის, მეორე სხვა კომპანიაში მიდის. უბრალოდ ერთი განცხადება არის. მაგრამ ისე მე მგონი ერთად ვარეგისტრირებთ. ერთ განცხადებად ვარეგისტრირებთ. ხედავ რეკომენდაცია. ისინი მრავლდება, ამიტომ ერთ განცხადებას ახსოვს და წავიდა სამი რეკომენდაცია. შეიძლება ხო მაქვს მე გაზთან დაკავშირებით, ხო განსაკუთრებით აი ბოლო 4 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად რეგიონებში, განსაკუთრებით სოფლებში მოხდა გაზიფიკაცია. ხო და ერთ-ერთი მიზეზი ალბათ რატომაც ნაკლები არის, იმიტომ რომ ახალი აღდგენილია ეს ყველაფერი და აი მრიცხვლებიც ისე ასე შემდეგ. ხო და ზოგადად გაზს არ ახასიათებს ბოდიში დავთავრებთ და მე ფიქრობ რომ უფრო პრობლემატიკური ხდება მე მგონი უფრო დიდ ქალაქებში ძველი ინფრასტრუქტურა რომელიც ერჩენილია ვიდრე რეგიონები უფრო განმგომარეობაშია, იმიტომ რომ განახლებულია დიდ ნაწილში, ხო თუ სწორად მესმის. კი, აბსოლუტურად გეთანხმებით, აბსოლუტურად ესე არის, დიახ, კი, აბსოლუტურად გეთანხმებით და ზოგადად გაზს არ ახასიათებს ქსელთან დაკავშირებული პრობლემები. თუ არ ჩავთვლით 2025 წელს, როდესაც თბილისს გაითიშა ეხა და მერე საშინელი ზამთარი წამოვიდა, მაგრამ 2024-ში აი ქსელის ინფრასტრუქტურული პრობლემები, რომელიც ახასიათებს ენერგოპროჯორჯიას და წყალს და ეს ხშირი წვეტები, ესეთი გაზთან არა გვაქვს, ამიტომაც განაცხადების განცხადებები რეგისტრირდება. ამ კოლექტიური განცხადებები რეგისტრირდება მიერთებებზე გაზში. აი ახალი გაზიფიცირების საკითხები რაც გვაქვს. აქ ერთ განცხადებად რეგისტრირდება ერთი ნომერი ენიჭება პროგრამის მიერ. კი, იყო ასეთი მაგალითად შეიძლება ბევრს ეხებოდეს, თუმცა მოსახლეობის რაოდენობას არ ვითვლით ამ შემთხვევაში და ძალიან არ რეგისტრირდება. თუმცა ეს განახლების სისტემა ბევრს ეხება, თუ არის 83 განცხადება მაგალითად მოხარებელთა ფართო წრეს ეხება საკმაოდ. მაგრამ ის რაც თქვენ ბრძანეთ, აი ინფრასტრუქტურული კუთხით, რომ აი ეს მოძველებული, ეს თითქმის არ შემოდის გაზში. აი მართლა არა, თითო ოროლაა და აღრიცხვიანობასთან დაკავშირებული ცდავებიც ძალიან მინიმუმამდე არის დაყვანილი. თითქმის არ არის. ძალიან კარგია ეს. ჩამოწერილ თანხებთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რეკომენდაციით არის 125.000 ლარი, გადაწყვეტილებით 50.000 ლარი. სტატისტიკა ეხა სექტორების მიხედვით ელექტროენერგიაში ასე გვაქვს 279 განცხადება თელასი, თელმიკო ესე გადაგვინაწილდა, ენერგოპროჯორჯია და ასე ვთქვათ 174 ერთი წუთით აი მე მგონი პრეზენტაციის ის რაც მინდოდა ის უნდა გაგიშალოთ. არა ერთი წუთით ის უნდა გაგიშალოთ წვეტები როგორ მიდის დინამიკაში. უბრალოდ სხვა პრეზენტაცია გამიშლია ერთი წუთით. იმდენი მაქვს რომ რეგიონულში სხვა წავიღე, იქეთ უფლებათა დაცვის კომიტეტში სხვა წავიღე და კი ბატონო, აი ნახეთ რა მინდა გითხრათ, ეხლა აქ მაქვს ნაჩვენები, სულ წვეტები რამდენი ქონდა თელას, მაგალითად 2023 და 24 წელი რო შევადაროთ, ხო? თელას აქ ძალიან გაუმჯობესებული ეს მდგომარეობა. 13.000 წვეტა იყო და აქედან იყო გეგმური და არაგეგმური. ახლა გეგმური ვიცით, ხო? გეგმური არის რო წვეტა, რომელიც ძირითადად რეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირდება და ძალიან კარგია, როცა გეგმურია. კი ბატონო, მორხმარებელი ინფორმირებული, არაგეგმური წვეტა არის უკვე ავარია. ეს გახლავთ ავარია. აი ნახეთ 2024-ში თელასში გვაქვს 6.900, ანუ ბევრად უფრო ნაკლები მაქვს. სამაგეროთ ენერგოპროჯორჯიაში მაქვს გაზრდილი ძალიან და გაჩვენებთ ახლა. კი ბატონო, ნახეთ ენერგოპროჯორჯიაში კიდე მაქვს ცოტა ჩაშლილად რას ნიშნავს, იმიტომ რომ ნახეთ სულ კი არის აქ 66.000 წვეტა, მაგრამ ახლა ყურადღება რაზე მინდა გაგიმახვილოთ. გეგმური შიდა წვეტა 16.000 ლარი მაქვს, 16.000 წვეტა მაქვს 23-ში და 19.500 არის 24-ში. ანუ გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების რიცხვი რამდენით არის გაზრდილი 3.000-ით, ხო, დაახლოებით, ხო, კიდევ ერთხელ ვამბობ ციფრებით, ჩემი ის არ არის. ამიტომ გეგმური გარემიზეზი არის, ანუ შიდა და გარე არის. შიდა არის, როდესაც მე ჩემი მიზეზით ვაკეთებ, გარე არის, როდესაც მაგალითად მერიამ მომართა და ხაზები გადამაქ, ან რაღაცას ვაკეთებ და ეს არის უკვე გარემიზეზით წვეტა. კი. ამ წვეტასთან დაკავშირებით ახლა ეს გაზრდილი არის, მაგრამ ხო არის რომ ქარია, სტიქია და ეს სად აისახება? აგერ არაგეგმური შიდა მიზეზი. არაგეგმური შიდა მიზეზით. ნახეთ, არა, ქარი არის არაგეგმური გარემიზეზი. ნახეთ, ესე იგი, არაგეგმური შიდა მიზეზი არის, როდესაც კომპანიის ქსელი დაზიანდა, ისე რომ მიზეზი არ ქონდა.
არაფერმა არ გამოიწვია. მაგრამ არაგეგმური გარე მიზეზით არის სტიქია, რაც თქვენ ახსენეთ. აი მაგალითად დითოვლობა, ჩამოვარდა რაღაცა, სიტყვა წამოვიდა, ან საქონელმა გაიარა, მანქანამ დააზიანა. ეს არის უკვე არაგეგმური წყვეტა. ეს ენერგოპროჯორჯიას ახასიათებს, იმიტომ რომ მისი ქსელი არის ფართოდ გაშლილი და ეს შემთხვევები ენერგოპროჯორჯიას დიახ. კი. სამეგრელოში კი ბატონო. კი ბატონო. კი, სირენაწები ენერგოპროს აბონენტია. შემდეგ მოდის უკვე ენერგოპროჯორჯიაში გვაქვს და ეხლა მე მინდა გითხრათ 2024-ში რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ესე ვთქვათ, ეს იყო ტექნიკური ინსპექტირების პროცესის დაწყება. თქვენ ახსენეთ სამეგრელო და ჩვენ როდესაც ვთქვი რომ შეხვედრა საჯარო ლექცია ჩავატარე, მეთქი იქ იმდენი პრობლემა დამისახელდა, რომ წავედი მერე და შევხვდი იქ როგორც მერს, ისევე სოფლის წარმომადგენლებს და იქ არსებული მდგომარეობა რომ რაც ვნახე, მართლა აღარაფერს აღარ ემსახურებოდა საერთოდ. აი სასაოცრებები ვნახეთ, რაღაცა საოცარი ხაზები და თქვენ აბსოლუტურად მართალი ბრძანეთ, ერთ-ერთი სოფლის წარმომადგენელმა ასეთი რაღაცა მითხრა, რომ დავინახავთო, რომ ბოძი სადმე მიდისო, ესე მიუყვებით ხოლმეო, რომ იქნებ ჩვენთან მოაქვთ ეს ბოძიო, ისეთი მდგომარეობა იყო. ჩვენ ეს ინფორმაცია მოვიტანეთ სემეკში, სემეკმა დაიწყო ტექნიკური ინსპექტირების პროცესი, ხა ჩვენ მართლა იურისტები ვართ და ხა ბევრი რამე ქსელის მდგომარეობის შესახებ მართლა არ ვიცი და ძალიან დიდი სამუშაოები ჩატარდა. მე გაჩვენებთ ახლა დინამიკას ამასთან დაკავშირებით ზუგდიდში. აი, ოღონდ ახლა ეს ისე არ იყო, რომ კომპანიამ თქვა, რომ ჩავატარებო, ასე არის. დაიწყო ჩატარების პროცესი, ზუსტი ვადები მოვითხოვეთ, როდის რას ჩაატარებ და ზოგან გაგვეწელა ვადები, მაგრამ ვაცალეთ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ რეალურად უამრავი სამუშაოები იყო ჩასატარებელი და აუცილებლად გასაკეთებელი იყო ესენი. და აი ეს ყოველ თვეში ვრეკავდით, თუ სოფლის რწმუნებულთან, თუ კომპანიაში ხო არ შეგვეცვალა ვადები ამასთან დაკავშირებით და რეალურად მართლა გაუმჯობესებული. ეხლა წელს ვიყავი მე ჩასული კიდე კონფერენციის ფარგლებში და რო ჩავედით, ეხლა მოვიკითხე მაინც, ეხლა ესე უცებ ვერ გაუმჯობესდება, მაგრამ ბევრად უფრო კაი მდგომარეობა გვაქვს, იმიტომ რომ ბევრი ძალიან. ეხლა კიდე არის, რომლებიც მიმდინარე პროცესები გვაქვს, აღარ მოვიტანე. საინტერესო შემთხვევა გქონდა წყალტუბოში, აი ეს სოფლები, ნახეთ აქ ქსელი გადადიოდა ისეთ ესე ვთქვათ ციცაბო კლდეზე, სადაც რომ დაზიანდებოდა, მისვლა იყო სერიოზული პრობლემა. ამიტომაც იქ ერთ-ერთმა მაღაზიის მეპატრონებმაც ვუთხრა, რომ მთელი 2-3 დღე ველოდებით ხანდახან, როდის მოვა კომპანიის წარმომადგენლიო და ეს ციცაბო კლდეზე არსებული ქსელი მთლიანად გადმოიტანა, მასე რა ქვია, გზაზე და მართლა ეს პრობლემა ამ მოსახლეობას მოეხსნა, იმიტომ რომ ეს იყო ძალიან სერიოზული პრობლემა. ბევრგან არის. მსგავსი ტიპის პრობლემები, რაც თქვენ ახლა ახსენეთ, როდესაც საერთოდ გაითიშება, ანუ მარტივ მაგალითზე ვიტყვით სიტყვაზე, ერთ სოფელს გაეთიშა დენი და თავიანთი დრონებითაც რო ამოწმებენ, ხო სად არის? იქ ისეთ ადგილას არის, ორი ბოძი, სამი ბოძი ისეთ ადგილას არის, რომ ანუ წყალი, ხო. და კიდე მინდა ერთი დავამატო. აი ხა თქვენ რაც თქვით, რომ ანუ ბოძების გამოცვლის პროცედურა. მე შემინიშნავს ხშირად შეიძლება გამოცვლილი არის მაგრამ 2-3 ბოძი, რომელიც ალბათ თვითონ თვლიან, რომ ჯანსაღი არის და ჯერ კიდევ შეუძლია 1-2 წელი ასე ამაყად იდგეს, ის არ არის შეცვლილი. ხო არ არის თქვენი მხრიდან რეკომენდაცია, რომ როცა დაიწყება ეს ბოძების გამოცვლა, მთლიანად შეიცვალოს ეს ხაზი და არ იყოს ეს ჩავარდნები და კიდევ ერთ დავამატებ, რომ ძალიან, ანუ რომ შეხედავ ეს გაყვანილობა არის, ზოგიერთ ადგილას ერთგვარ ბუდეს იკეთებს და ესეც ქმნის მოკლე ჩართვის რისკს და ამან შეიძლება გამოიწვიოს მთლიანად დენის გათიშვა ორი მიზეზი გვაქვს, ორი მიმართულება გვაქვს. ერთი არის, რომ მიწოდების პრობლემა აქვს მომხმარებელზე, მეორე საფრთხის შემცველია. ეხლა ზოგიერთი მართლა ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ საფრთხის შემცველი იყო. ეხლა წაიქცევა, ბავშვები თამაშობენ და ამიტომაც ნელ-ნელა ვაკეთებთ ამ სამუშაოებს და მიუყვებით, რაც შეიძლება. არის ზესტაფონში ჩატარებული სამუშაოები, იქ ძალიან კარგად ვემუშაობთ მერს, სასწაული იყო მართლა ზესტაფონი, იყო ერთ-ერთი რთული ლოკაციები, რაც ვნახე. მართლა არ მინახავს ისეთი არაფერი, ესეთი წვრილი იყო, რა ქვია, ხის რაღაცა საოცარი და ქვემოთ ჩამოწეული ხაზები და ბოძები ისე იყო, გადახრილი, რომ ზოგან ყვავილები იყო მე ამოსული და არის სასწაულები იყო, მაგრამ რეალურად გაკეთდა ბევრი რამე, თუმცა მიუყვებით ახლა ნელ-ნელა და ახლა ხვალ მაგალითად მივდივარ ტყიბულში, მე
ხერჯოლაში, მე სენაკში, მე მარტულში და იქედანაც წამოვიღებთ რა თქმა უნდა პრობლემებს. კი ბატონო, ეხა ამაზე ბევრს აღარ გავჩერდები, თორე ბაღდათი მაქვს მაგალითად და ესა მონიტორინგის რეჟიმი როგორი გაქვთ, ვინაიდან თქვენ გაქვთ ყველა რეგიონი წარმოდგენილი და იცით თუ ადგილზე გაეცანით უკვე რა პრობლემა, რა გამოწვევებიც არის ამ მიმართულებით და მონიტორინგს რამდენ ხანში ერთად გონივრული ვადაც ხო არსებობს არა პრობლემის გადასაჭრელად. მონიტორინგს როგორ ახორციელებთ, იმაზე მოგითხარით? კი ბატონო, გეტყვით, ნახეთ, პირველ რიგში ეს არის დამოკიდებული იმაზე, რამდენ ხანს ითხოვს კომპანია კონკრეტული სამუშაოების ჩასატარებლად. ეხლა თუ ხანძლივ დროს ითხოვს და მართლა ზოგიერთი ისეთი სამუშაოები რომ იმას ერთ თვეში და ორ თვეში ვერ დაასრულებს, ყოველ თვეში ვამოწმებთ ამას ჩვენ რა სამუშაოები გააკეთა და დაასრულა თუ არა სამუშაოები. როდესაც სამუშაოები სრულდება, ამის შესახებ ზუსტ ინფორმაციას თავის დასურათებით, თავისი მტკიცებულებებით, თავისი გაკეთებული ქსელებით ვითხოვთ, გვაქვს ეს რა თქმა უნდა მტკიცებულებაც და წერილობით შემოდის და ბოლოს ვამოწმებთ მომხმარებელთან სხვათა შორის გაუმჯობესდა თუ არა და თუ ის გვეუბნება რომ არ გაუმჯობესდა, ესე იგი რაღაცა გვატყუილებს, იმიტომ რომ არის ასეთი შემთხვევები, რომ მოიწერა, რომ გავაკეთეო და მე მომხმარებელთან გადავამოწმეთ და არ არის. ერთი კიდევ ცოტას ზიანის ანაზღაურების თემას შევეხები ელექტროენერგიასთან დაკავშირებით და გადავალ წყალმომარაგებაზე. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე რთული თემა საერთოდ, იმიტომ რომ არ არის ჩვენი რეგულირების თემა და ჩვენი კანონმდებლობიდან გადის, მაგრამ რეალურად ჩვენ მაინც ვეხმარებით მომხმარებლებს ამ მიმართულებით და ვცდილობთ რომ დავეხმაროთ, იმიტომ რომ ზუსტად თქვენ როდესაც აღხსენეთ იქ წვეტები, იყო შეტყობინება გაგზავნილი, არ იყო შეტყობინება გაგზავნილი, განსაკუთრებით ეს ბიზნეს სექტორს აწუხებს, ჩვენ ძალიან ბევრი შემთხვევა ქონდა, როდესაც ერთ-ერთმა სასტუმრომ წარმოადგინა, რამდენი ლიტრი ბენზინი ქონდა დამწვარი, იმიტომ რომ არ მოდიოდა ელექტროენერგია და არ ქონდა ელექტროენერგია და ვცდილობთ რომ ყოველთვის ასეთი, ასე ვთქვათ, მიმართულებითაც ვიმუშაოთ. რაც შეეხება წყალმომარაგების სექტორს, აქაც იგივე პრობლემები გვაქვს. წვეტებთან დაკავშირებით Georgian Water and Power-ს წელს გაზრდილი აქვს წვეტები. ეს არის წელს იყო კატასტროფა, თუმცა ამას მე ავხსნი კიდე რითი იცით? გახსოვთ წიწამურთან რომ დიდი წვეტა მოხდა. ესეც 2024 წლის იყო და მე მაშინ ახალი დანიშნული ვიყავი და ზუსტად მახსოვს რომ ვიმყოფებოდი იქ და ნახეთ იქ რა ვითარება იყო, ეს იყო გარე მიზეზით გამოწვეული წვეტა, რომელიც გამოიწვია, ჩამოწვა უზარმაზარი მეწყერი რაღაცა და მოკლედ იმან. საერთო ჯამში სტატისტიკური მონაცემები ესეთი გვაქვს, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისაც მზარდი დინამიკა მაქვს წვეტებთან დაკავშირებით და სულ მუდმივი ომი გვაქვს, მაგრამ რეალურად კომპანიები ამბობენ, რომ ესე ვთქვათ, გაუმჯობესებენ მომართვიანობას. მრიცხველების პრობლემა, რაც აღნიშნეთ, ახლა ჩვენების აღებასთან დაკავშირებით ამაზე აღარ გავჩერდები, გვაქვს ინდივიდუალური ტიპის დავები, სადაც არასწორად დაამონტაჟეს მრიცხველები, მე ჩვენ ჩამოვწერეთ ეს გადასახადები, დეტალურად ანგარიში წერია და ამაზე ახლა აღარ მოგაწყენთ თავს რომ ვისაუბრო. და ერთი რაც მაქვს სერიოზული პრობლემა, ეს არის ახალი მომხმარების ქსელზე მიერთებასთან დაკავშირებული პრობლემა, რომელიც 2024-ში ყველაზე აქტუალურად იყო ალბათ Georgian Water and Power-თან მიმართებაში, იმიტომ რომ არის პრობლემა მიწის ესეთ გადათხრის, მიწის არა, ქუჩების გადათხრის, მერიასთან, ჩვენ შეხვედრა ჩავატარეთ урბანული განვითარების სამსახურთან, იმათ ძალიან მნიშვნელოვანი ესე ვთქვათ პოზიციები დაგვისახელეს, რომ ახლა თავიანთ გადაგებულ, გადასვალფალტებულ მიწას რომ მივა და გადაუთხრის ეს და მე იქ თურმე საგარანტიო ვადებია თავისი, მე არ ვიცი ხა ეს, მაგრამ 100-ია და ამიტომ ეს პრობლემა დგას და ჯერ კიდე დღის წესრიგში ალბათ 2025-იც გადაგვივა. ბუნებრივი გაზის მიმართულებით მე როგორც უკვე გითხარით, შემცირებული გვაქვს და აი რაც შემოწმების შედეგებზე გადავალ ახლა პირდაპირ გეტყვით, რომ თბილისი ენერჯი ოქტომბერში ჩვენ მოვითხოვეთ ის ზუსტი ინფორმაცია შემოწმებული აბონენტების რაოდენობის მიხედვით. თბილისი ენერჯის ყავდა გადამოწებული 295,100 აბონენტი, აღმოაჩინა 4,000-ზე მეტი დარღვევა, შეწყვეტა, ანუ ქსელი იყო ავარიულ მდგომარეობაში და შეწყვეტა იყო 686. Georgian Water-ის SOCAR Georgia გაზი არის 516,000 აბონენტი გადამოწმებული, 38,000 დარღვევა, შეწყვეტა 424 და SACOR Georgia გაზის 297,000 აბონენტი, 28,000 დარღვევა და შეწყვეტა 703. ეხა თქვენ მკითხეთ
მიკითხეთ მე რომ მონიტორინგის თემა. მე რეალურად უნდა გითხრათ რომ ეს არის ციფრები, რომელსაც უნდა ვედო კომპანიას. ეხლა ჩვენ შესაძაც კომპანიასთან შეხვედრა გავმართეთ ამასთან დაკავშირებით. მე უბრალოდ მაინტერესებდა თუ შეიძლებოდა რომ ჩვენც დავხმარებოდით რაღაცაში. ხო, იმიტომ რომ ეს ის თემაა, რომელიც თანაბრად მომხმარებელს და კომპანიას ასე ვთქვათ ევალებათ პასუხისმგებლობები, ხო? იმიტომ რომ ერთია რომ კომპანია აკეთებს და მეორეა მომხმარებელს უნდა დაიცვას წესები და ამიტომ თუ კი ჩვენი ჩართულობაც ამ ხრივ რაღაც რეკომენდაციების სახით იქნებოდა საჭირო, მე უთხარი რომ მეც გავაკეთებ და სხვათა შორის ტელევიზიის ძალიან ხშირად ვაკეთებდი ამასთან დაკავშირებით ესე ვთქვათ მოწოდებას. ნახეთ, მე როდესაც ვკითხე კომპანიას, აი მე ვერ ვამოწმებ რეალურად ეს ასე არის, მაგრამ როდესაც ვითხოვთ უკვე ინფორმაციას უკვე იმასთან დაკავშირებით ცოტაც დადგა შედეგი, აქტი მხვდება რომ იყვნენ და შეამოწმენ. კი, ეს ციფრები. და აი მე მაგალითად რო გითხრათ სიმართლე, ხა ყველგან იყვნენ თუ არ იყვნენ ამის მონიტორინგი. ზოგან აბონენტის მიზეზით ვერ ხერხდება შეჩეკი. არა, ყველა უნდა შეამოწმონ. ჩვენ ხო, აი ვფიქრობთ ეხა რომ რაღაცას შევამოწმებთ ალბათ. რას არა, ვერანაირ. კი, შეიძლება, ხო. გამოვითხოვოთ ინფორმაცია, შემოწმდა თუ არა და იმყოფებოდ კი ბატონო, ალბათ ამას გავაკეთებთ, კი. კი, ალბათ ამას გავაკეთებთ, კი ბატონო. ბატონო, დიახ. მაინც ვფიქრობ, რომ უბნების მიხედვით ალბათ თბილისში იქნება რომ გააკეთოთ თავშედა 1-10 უბანი გლანაცალადები ალბათ მოსამართლებით, დიახ. შეიძლება რაღაც კომპანიამ ერთი მიმართულებით ერთ მასში გაუშვა უბანში ყველა და სტატისტიკაც ძალიან მაგალითად აი ეს რაღაცა აბონენტები, რომელიმე უბანში 1-20 შერჩევითაც და მოვითხოვოთ თუ განხორციელდა ვიზიტი და თუ განხორციელდა ვიზიტი რა შედეგით დაგვიდგა. ამ შემოწმების შედეგად აი საინტერესო სტატისტიკა თბილისი ენერგიის დარღვევები დრამატულად მცირე აქვს ვიდრე სოკარ ჯორჯიას და იმათ დაახლოებით თანაბრადაა და რასთან არის ეს? იმიტომ რომ თბილისი ენერგიის დარღვევები აბონენტებს აქვთ. ანუ აბონენტებთან ხო. იმიტომ რომ თბილისი ენერგიის ავარაუდოთ აქ ბევრად უფრო მეტია გადამოწმების მექანიზმიც უფრო მეტი. თბილისი ენერგიის გადამოწმება საფრთხეს საკმაოდ ეფექტურაა. კარგად მუშაობს რა. მას აქვს იმის რესურსი, რომ მაგალითად აღმოაჩინა დარღვევა მომდევნო პერიოდში აუცილებლად გადაამოწმებს. აი ეს ორი კომპანია ამ პროცედურას ვერ ახორციელებს სრულყოფილად და აქედან გამომდინარე არის. დიახ, ნახეთ, დარღვევას კომპანიის დარღვევა არ არის. ეს არის დარღვევა, რომელიც ქსელზე დააფიქსირა კომპანიამ. ანუ მაგალითად, შიდა ქსელში მიყენია რამე დანადგარი, რომელიც არის გარეწვის და უნდა იყოს, არ შეიძლება მისი დაყენება მომაკვდინებელი არის. ან რაღაცა დარღვევა მაქვს ამასთან დაკავშირებით. კი, ეფექტურად. მაგ მასშტაბებიც მეტი აქვს სოკარს. ესე იგი, ნახეთ კიდე ერთი ისეთ საინტერესო რამე, არ ვიცი ხა ესეა თუ არა რეალურად, მაგრამ რაც ჩვენ ეს მოვითხოვეთ ეს ინფორმაცია და ეს შეხვედრა გავმართეთ და ესე ძალიან ისე დაწრულებით მივყვებით ახლა ამას, მას მერე ძალიან ბევრმა დამირეკა და მითხრა რომ ეს მესიჯები მიიღეს. არ ვიცი ხა ეს ჩვენთან ვიზიტის მერე იფიქრეს მართლა რომ მონიტორინგი არ დაიწყონო და უფრო გააქტიურდნენ ამ მიმართულებით რა იყო. მეც არასოდეს არ მიმიღია რომ არ მოგატყვილოთ რომ სახში უნდა მოსულიყვნენ ჩემთან შესამოწმებლად ქუთაისში, მაგრამ მივიღე ახლა რომ ეს ახლა სოკარ ჯორჯია გაზიდან და ბევრმა მეზობელმაც მითხრა რომ აი მე ახლა მივიღე და ხო არ იცი ეს რას ნიშნავს. ახლა მე არ ვიცი ეს იმის გავლენაა რომ ჩვენ ეს შეხვედრა ჩავატარეთ და კი. საფრთხის შემცველი რაც არის. დიახ, აბსოლუტურად გეთანხმები, კი ბატონო, სწორად კი. აქვე ჩაგეკითხებით, აქ დარღვევაში ფიზიკური პირების არის თუ ეს იურიდიული ფიზიკური გაერთიანებულია. თუმცა მე მგონი იურიდიულ პირებთან მიმართებაში კიდე სხვა სტანდარტები აქვთ მათ და ეხა ესე 100%-იც არ არის, ესე იგი აბონენტები. გამოგითხრიათ ეს 100%. იქ ძალიან მცირეა, კი. აქეთ ამას სოკონტროლირდა საინტერესო იქნება კიდე წლევანდელი სტატისტიკაც, აბა რა.
ეხლა როგორც კი დაიწყება, სადღაც სექტემბრიდან უკვე დავიწყებთ მოგროვებას ინფორმაციისას. სიახლე ამ მიმართულებით გვაქვთ ახალი ჭკვიანი მრიცხველები, მოგეხსენება სავალდებულოა, რომ ყველა თვითმმართველ ქალაქში და ჩვენ ძალიან მოგწონს ეს, იმიტომ რომ smart მრიცხველები არის ამ ზუსტად ამ ტიპის პრობლემების გადაჭრის გადასარევის შესაძლებლობა და მონაცემები ესე გვაქვს, ამ ეტაპზე ეს არის სულ, რაც არის დამონტაჟებული, ძალიან ესე ვთქვათ, თუმცა თელასმა ცოტა აურია ეხა smart მრიცხველების მუშაობა წელს და არ ვიცი, აი ჯერ ვსწავლობთ ეხა ამ საქმეს და რო გავალთ ბოლოში, მე რომ ნახოთ რა იქნება 2000 აი რა ქნეს და გეტყვით, მოკლედ არ ვიცი რაღაცა უბნებზე, რომ ახლა ელექტროენერგიაში არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენების აღების დღე ზუსტად, იმიტომ რომ იქ ერთი დღეც რო დავაგვიანო, მეორე, მესამე საფეხურის ტარიფში გადამდის, ხო? საფეხურებრივი ტარიფები ხო ჩვენ სხვაგან არა გვაქვს, ამიტომ არა გვაქვს. ამიტომ არ ვიცი რა მოხდა იქ, უცებ მოუვიდა ამ ხალხს 3-4 თვის გადასახადი ერთად. არ იღებდნენ ჩვენებას თუ რა იყო, არ ვიცი. ჭვიანი მრიცხველი მუშაობს, არის მოდემის საშუალებით არის დამონტაჟებული და მოდემის საშუალებით აღრიცხავს ყოველ, ასე ვთქვათ, 24 საათში მოხმარებულ ელექტროენერგიას. რამდენი აქვს მოხმარებული. ამიტომ როდესაც დავა მოდის მერე, როდესაც მრიცხველი ზიანდება, ან ვთქვათ, ჩვენების აღება არ ხდება მომხმარებელმა, როგორ უნდა გამოთვალოს, ხო? ეხლა მე რო გითხარით, რომ წინა პერიოდში ჩვენებების აღებას, ანუ წინა წლებს ვიღებდით, ამას smart მრიცხველი გამორიცხავს, იმიტომ რომ ის მოდემის საშუალებით ზუსტად აღრიცხავს, როდის დაზიანდა და ასე შემდეგ, მაგრამ აქ დაზიანებული კი არ იყო, ჩვენებები არა იყო კომპანიამ. და ჩვენებები რო არა იყო და წავიდა და 3 თვის მერე აიღო ჩვენება, იმას აქვს არიცხული ერთიანი, არ ვიცი, ჯერ ზუსტად არ ვიცი რა არის, რომ მთელი დოკუმენტაცია ჩავხედავ და მე გეტყვით რა, თან გვაქვს საქმე, მაგრამ smart მრიცხველებთანაც ესეთი პრობლემები არის. უნდა იყოს არიცხვის ბაზიდან უნდა იქნას ანუ სხვა ტექნიკოსებმა უნდა შეისწავლონ. დიახ, ანუ გადაზღვევას თვითონ აკეთებს, იქ ფაქტიურად გამორიცხავს იმას, რომ ზედმეტად იყოს გადასახადი. არა, უნდა მივიდეს თანამშრომელი, მე რაც ვიცი. მოდემი. ვარშია ეს მრიცხველი. კი ბატონო. ეხლა ტექნიკური სამსახურის საქმეს გადაუმზავნეთ. აი ნახოთ. ახალია მაინც და როდესაც ახალი რაღაცა თემები შემოდის პრაქტიკაში ხანდახან რაღაცები ხდება ხოლმე, ეს ხო ყველგან არ მომხდარა, აი მაგალითად ვაშლი ჯვარში მოხდა, სხვაგან არ იყო. აი ნახოთ ეხლა როგორ დამთავრდება ეს პროცესები და ხო, მაგრამ მნიშვნელოვანი რა არის, აი ეს საშუალებას მიცემს კომპანიებში თუ ეკტურად ხარჯები აკონტროლოს, საშუალებას მიცემს ინვესტიციები გააკეთოს ცელის გაერთიანებაში და გააკეთოს. კი. გათანამედროვება არის თვითონ მისი და ძალიან კარგია. მომხმარებელს შეუძლია აკონტროლოს, ღიური ხარჯი შეუძლია აკონტროლოს, თვითონ ჩართოს. ანუ საქმეზე მოგვიდა მარტო ღიური ხარჯები. და გვაქვს კიდე წელს, დიახ, ბოდიში ვარ. და ბოდიში წელს გვაქვს კიდე ერთიანი ცენტრალური გათბობის არა, წყლის სისტემა, ხო, რომელიც სრულდება შევიდა ამასთან დაკავშირებით. ცენტრალური გათბობის სისტემა, ანუ ხა ჩვენი მხრიდან რა შეგვიძლია ვთქვათ ამაზე, როდესაც არსებობს კორპუსები, სადაც ხელი წყალი მიეწოდება მომხმარებელს ერთიანი გათბობის სისტემით, იქ არ ხდებოდა არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლით გათვალისწინებული ტარიფის დაანგარიშებისას საყოფაცხოვრებო მომხმარებელი რამდენი იყო, იმისი გამოთვლა, ამიტომ ერთი მრიცხველი ეყენა და ვინაიდან ეს იყო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი, ყველა ვინც იყო ზედ შეერთებული, ესე ვთქვათ, თუ დაერთებული, ხო, აი ესეთ იხდიდა ამ გადასახადს და ეს რეალურად არ შეიძლება, იმიტომ რომ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს სხვა ტარიფი აქვს, საყოფაცხოვრებო მომხმარებელს სხვა ტარიფი აქვს, ამიტომ არ შეიძლება რომ ვთქვათ ამისი მოხდეს. ამიტომაც იქ დაუშვა სემეკმა ეს რომ მოხდეს ქვემრიცხველის დაყენება ამ მიმართულებაზე, რომ ამ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებმა არ გადაიხადონ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის გათვალისწინებული ტარიფი და წილობრივი მონაწილეობა გამოთვალა.
და სხვათა შორის ამას რაღაც განვითარებებიც მოყვა, აი გუშინ წინაც დაგვიკავშირდა ერთ-ერთი ესეთი ტიპის საცხოვრებლიდან, გუდაურიდან, რომლებსაც აქვთ სურვილი და ალბათ ნელ-ნელა მოხდება ამათი ესეთი გამოყოფა, იმიტომ რომ ამბობენ რომ ვიხდით გადასახადს ახლა ჩვენ ამას, წილობრივი მონაწილეობა გვაქვს არასაყოფად ცხოვრება მომხმარებლისთვის და გამოგვდის ბევრი გადასახადი, რაც რეალურად ასეა. ვიცი მე მგონი ძალიან საინტერესო ანგარიში იყო, დიდი მადლობა. მინდა აღნიშნო, რომ ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი სამსახური, რომელიც ერთი მხრივ ინფორმაციას აწვდის მომხმარებელს თავისი უფლებებისა და შესახებ და მეორე მხრივ თვითსავთ მათ, რომ არ მოხდეს მათი უფლებების დარღვევა. თქვენი მოღვაწეობით მეორე მხრივ ბაზრის მოთამაშეები კიდევ ფორმაში არიან, რომ ხარისხი გაუნჯობესდეს და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ როდესაც მომხმარებელი შესაბამის საფასურს იხდის და როდესაც ბაზარზე მხოლოდ ერთი მოთამაშე არის, როგორც ასე რეგულირებადი ბაზარია, ასე რომ ავიღოთ ეს როგორც ელექტროენერგიის მიწოდება, ასევე წყალი და გაზის მიწოდება, შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელმა ხარისხიანი სერვისები მიიღოს და ძალიან საინტერესო ანგარიში იყო. მე აღნიშნავ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს დინამიკა მცირდება და რა თქმა უნდა არსებობს გამოწვევები განსაკუთრებით ელექტროსისტემების ნაწილში, რომ რაღაც ინფრასტრუქტურა განახლებას საჭიროებს, თუმცა ამ მიმართულებითაც იდგება ნაბიჯი. ჩვენი სურვილია, რომ რაც შეიძლება მალე განახლდეს ეს სისტემები და მადლობა ანგარიშისთვის. საინტერესო იყო, კოლეგებო, თუ კითხვები გაქვთ დამატებით, თხოვთ. თუ არ გვაქვს კითხვები, მაშინ კენჭი უყურებთ, რომ ცნობად მივიღოთ, რომ 2023 წლის ანგარიში მოვისმინეთ. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. მადლობა თქვენ. მადლობა. ძალიან საინტერესო იყო.